ელექტროენერგია რამდენადაც სიკეთის მომტანია, იმდენად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. რადგან დამატებითი ხელსაწყოების გარეშე რთულია განსაზღვროთ ელექტროგადამცემი ხაზი ან გამანაწილებელი მოწყობილობა იმყოფება თუ არა ძაბვის ქვეშ. შესაბამისად, აკრძალულია ღია სადენთან ან გამანაწილებელ მოწყობილობასთან შეხება, ვინაიდან 0.1 ამპერის სიდიდის დენიც კი ადამიანის სიცოცხლისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ შევნიშნავთ სადენს, რომლის იზოლაციაც დარღვეულია, ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის გაბარიტის მიწასთან არის დარღვეული, ღია სატრანსფორმატორო ქვესადგურს, გამანაწილებელ მოწყობილობას, მრიცხველების კარადას და შევხვდებით, რომ უსაფრთხოების წესები ირღვევა, ასეთ დროს დაუყოვნებლივ ვატყობინებთ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ცხელი ხაზის მეშვეობით. თბილისის მასშტაბით კომპანია თელას, ხოლო დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე კომპანია ენერგოპრო ჯორჯიას. მოქმედი წესების თანახმად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი ქსელის გამართულ უსაფრთხო და საიმედო მუშაობას. შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზე აფასებს სიტუაციას და თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, გამორთავს დანადგარს ან გამანაწილებელ მოწყობილობას იქამდე, სანამ არ იქნება უსაფრთხოების წესები დაცული. ამასთან, თუ მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქსელი არ ღვევს უსაფრთხოების წესებს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი იქცევა ანალოგიურად, შეაფასებს სიტუაციას და თუ ადამიანის სიცოცხლის ემუქრება საფრთხე, გამორთავს და არ ჩართავს იქამდე, სანამ არ იქნება აღნიშნული დარღვევა აღმოფხვრილი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიმართვა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მხრიდან დარჩება უყურადღებოთ ან რეაგირების გარეშე, აუცილებლად უნდა მოგმართოთ CEMEX განცხადებით. აღნიშნულ საკითხს ჩვენ შევისწავლით და თუ გამოიკვეთება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის უყურადღებო და გულგრილი დამოკიდებულება, აღნიშნული აუცილებლად ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გულისხმობს მაქსიმალური თანხით დაჯარიმებას. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დაუშვებელია მისი მესაკუთრის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილი გაქვთ რაიმე ტიპის სამუშაოების წარმოება, პირველ რიგში ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრეს უნდა წარუდგინოთ დოკუმენტაცია შესათანხმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს შესაბამის უწყებებს, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ წყალსაცავების და მდინარეების მიმდებარედ განთავსებულ ელექტროგადამცემ ხაზებს. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონებში აღნიშნული აქტივობები წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს.